მოგესალმებით თურქეთის უგამორჩეულეს ქალაქიდან, სადაც ერთმანეთს ერწყმის აზიური და ევროპული ცივილიზაციები. ალბათ მივხვდით უკვე რომელ ქალაქშიც ვარ? დიახ, ეს არის ქალაქი სტამბოლი. საქართველოდან აქ ჩამოსვლა ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ჩამოფრინდი საბიხა გოგჩენის აეროპორტში. პასპორტ კონტროლის გავლის შემდეგ გამოვედი გარეთ და მოპირდაპირე მხარეს არსებული ავტობუსების სადგურიდან ჩამოვედი პირდაპირ სტამბოლში. ამ გზავრობის ერთი ბილეთის საფასური 287 ლირაა, რაც დაახლოებით 23 ლარია და თუ გავითვალისწინებთ მანძილს 40 კილომეტრი აქამდე და დაახლოებით საათი და 20 წუთი მოვდიოდი საცობიდან გამომდინარე, ვფიქრობ შესანიშნავი ფასია. ამიტომ მაინც და მაინც კარგი არ არის. ცოტა ფიფქებია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ამიტომ პირველ რიგში ჯერ სასტუმროში მივიდო, ცოტა დავისვენო, ძალები აგვიდგინო ფრენის შემდეგ და მე გამოვალ გარეთ დასათვალიერებლად. იმედი ამასობაში ამინდით შეიცვლება. სტამბოლს გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ის ტრანსკონტინენტური ქალაქია და ბოსფორის სრუტით ერთმანეთს აკავშირებს ევროპასა და აზიას. აქედან გამომდინარე, თვითონ ქალაქიც გაყოფილია ევროპულ და აზიურ ნაწილად. სტამბოლი წარმოადგენს მთავარ სავაჭრო არტერიას ხმელთაშუა და შავ ზღვებს შორის. ის არის თურქეთის უდიდესი და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, 16 მილიონზე მეტი მოსახლეობით. სტამბოლი ქვეყნის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. აქ მრავალი საუკუნის ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის და კონტრასტებით სავსე ატმოსფეროს ქმნის. სასტუმროში დასვენების შემდეგ გარეთ გამოვედი. დღეს რამდენიმე ადგილის მონახულება რომ მოვასწრო. ამასობაში გამოიდარა კიდეც და ბევრად სიცოცხლით სავსე გამოჩნდა ქალაქიც. პირველი დანიშნულების ადგილამდე ტრავმაით ვიმგზავრე. მოვედი სტამბოლის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობასთან, რომელსაც აია სოფია ეწოდება. აია სოფია იყო ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ოსმალური დაპყრობის შემდეგ გადაკეთდა მეჩეთად. რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო მუზეუმი, მაგრამ 2020 წლიდან ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა. ეტიმოლოგიურად თუ გავმართოთ, აია სოფია, ანუ წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება როგორც წმინდა სიბრძნე. ის გამოხატავს სამის ჰიპოსტასიდან ერთ-ერთს ღვთისძეს, ანუ წმინდა სიბრძნეს. ისტორიულად ამ ადგილას ყოველთვის იყო სამლოცველო. პირველი ეკლესია ჯერ კიდევ 360 წელს ააგეს, თუმცა ერთ-ერთი აჯანყების დროს დაიწვა. კვლავ აშენდა მეორე ეკლესია, მაგრამ ასევე კიდევ ერთი აჯანყების დროს 415 წელს დაიწვა, მაგრამ უკვე 522 წელს მაშინდელი იმპერატორის იუსტინიანე პირველის ბრძანებით აქ აშენდა ეს დიდი ეკლესია, რომელიც უკვე დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა შეიცვალა, მაგრამ რასაკვირველია გამოსარჩევია 1453 წელი, როდესაც ოსმალები მიპყრობენ კონსტანტინოპოლს და ეს ტაძარიც გადაკეთდება მეჩეთად. ძირითადად აქ 4 მინარეთი მიაშენეს, რომლებიც დღემდე აქ მდებარეობს. ბევრს აღარ ვისაუბრებ, ახლა უკვე გავემართები შესასვლელისკენ, ვიყიდი ბილეთს და ერთად დავათვალიერებთ. ბილეთის შეძენა შესასვლელის გვერდით სალაროში შეგიძლიათ. ორი სახის ბილეთი არსებობს. პირველი და მეორე სართულის დათვალიერებას 140 ლარად, მხოლოდ მეორე სართულის 75 ლარად შეძლებთ. ლოცვის დროს აია სოფია დაკეტილია, ამიტომ წინასწარ გადაამოწმეთ განრიგი, ლოდინი რომ არ მოგიწიოთ. შესასვლელში უსაფრთხოების მიზნით მკაცრი კონტროლია, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს იმ სანახაობად, რაც შიგნით გელოდებათ. აია სოფიას ტაძრის მშენებლობისთვის გამოყენებულია მრავალფეროვანი, საუკეთესო ხარისხის საშენი მასალა: მარმარილო, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, ალმასი, სპილოს ძვალი და სხვა. საკურთხევლის ზემოთ მოზაიკაა, ღვთისმშობელი ყმა იესოთი ხელში. ეს არის პირველი ფიგურული მოზაიკა, რომელიც შეიქმნა მე-9 საუკუნეში ხატ მებრძოლობის პერიოდის შემდეგ. ცენტრალურ გუმბათის ქვემოდან კუთხეებში ჩანს ექვსფრთიანი ანგელოზის გამოსახულება. ერთ სახე წარჩლილი აქვს, თუმცა მეორე გამოსახულება დროს გადაურჩა. კიდევ ერთი საინტერესო ფრესკაა. იუსტინიანე პირველი წმინდა სოფიას ტაძარს, ხოლო კონსტანტინე დიდი ქალაქ კონსტანტინოპოლს ავედრებენ ღვთისმშობელს.
ვინაიდან ამჟამად აია სოფია მოქმედი მეჩეთია, მრავლადაა მისი ნიშნები. ყველა კუთხეში დიდ ხის დაფებზე გამოსახულია მუსლიმური წმინდა სახელები: ალაჰი და აბუ ბაქრი, 4 მართლმორწმუნე ხალიფიდან პირველი ხალიფა და მუჰამედის სიმამრი. Merhaba. Merhaba. Ikisevit. გარე ტერიტორიაზე სულ ხალხმრავლობაა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სიმინდი, წაბლი, ან შემსავით განთქმული თურქული სიმითი. ფასები 1-დან 5 ლარამდე მერყეობს. აია სოფიას დათვალიერების შემდეგ, რომელიც სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, გადმოვიდით მოპირდაპირე მხარეს, სადაც არის სულთან აჰმედის მეჩეთი. ის 1609-1616 წლებში შენდებოდა მაშინდელი სულთნის აჰმედის ბრძანებით და სწორედ მის სახელს ატარებს. ამ მეჩეთის აქაშენების უმთავრესი მიზანი იყო ის, რომ სოფლიოსთვის ეჩვენებინა ოსმალურ სამყაროს, რომ ისლამური არქიტექტორები ტოლს არ უდევდნენ წინამორბედ ქრისტიან მშენებლებს. რომ მათაც შეუძლიათ გამორჩეული, განსაკუთრებული შენობების ამ შემთხვევაში მეჩეთების აშენება. ამით საკმაოდ ცვალებადია, სანამ აია სოფიადან ამ მეჩეთამდე მოვედი, უკვე მოიღრუბლა და საوردო წვიმას აპირებს, ამიტომ ერთი მიზეზი დაგვემატა, რომ სწრაფად შევიდეთ ამ მეჩეთში და კარგად დავათვალიეროთ. სულთან აჰმედ პირველის ბრძანებით მეჩეთი იზნიქში წარმოებული 210,000 ფილით იქნა შემკული. სულთანმა მეჩეთის მშენებლობის დასრულებამდე იზნიქის სახელოსნოებს სხვა შეკვეთების მიღება აუკრძალა, რამაც განაპირობა დროის ამ მცირე მონაკვეთში გრანდიოზული მშენებლობის დასრულება. ფერთა გამაში უმეტესწილად ღია მწვანე და ლურჯი ფერების ჭარბობს. სწორედ ამიტომ ის ლურჯი მეჩეთის სახელითაა ცნობილი. განსაცვიფრებელია როგორც მთლიანი არქიტექტურა, ისე მისი თითოეული დეტალი. სამშენებლო ფილები მოხატულია მრავალფეროვანი ყვავილთა ორნამენტებით, ვარდებით, ტიტებით, მიხაკებით. არანაკლები სილამაზისაა გარე სივრცეც. მას მართკუთხა ფორმა აქვს. ყოველი მხრიდან გაფორმებულია თაღოვანი და გუმბათოვანი პორტიკებით. თაღები თავისი ფერებით კორდობას მეჩეთს მაგონებს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული მეჩეთია, რაც კი მინახავს. ეზოს ცენტრში არის ძველი შადრევანი. ის ადრეულ ეპოქაში მეჩეთში შესვლამდე განსაცმელად გამოიყენებოდა, თუმცა დღესდღეობით ამ მიზნით ეზოს გარეთ არსებულ ონკანებს იყენებენ. მეჩეთის მონახულება უფასოა. აია სოფიას მსგავსად, აქაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღეში რამდენჯერმე იკეტება ლოცვის დროს. ცოტა ადრე მივედი, რათა რიგი დამეკავებინა და დროულად შევსულიყავი. არამუსლიმ ტურისტებს მხოლოდ ფეხსაცმელების გახდა და სიჩუმის დაცვით გადაადგილება გვევალება. სტამბოლში ქალაქის ყველა ნაწილში შეხვდებით კვების ობიექტებს, პატარ-პატარა ბაზრობებს, სადაც ნახავთ დაღწე გამოტანილ სხვადასხვა სახის პროდუქტს და მრავალფეროვანი მთებს. მოგზაურობისას განსაკუთრებით მიყვარს ქუჩაში კვება, ეგრეთ წოდებული street food-ით კვება და სტამბოლი ამით გამორჩეულია, ვინაიდან თითქმის ყველაფერში ნაბიჯზე შეხვდებით ობიექტებს, სადაც შეგიძლიათ როგორც ქუჩაში, ისე გასხდეთ და მიერთვათ ტრადიციული კერძები. სტამბოლში მოგზაურობისას არაერთი კერძი შეგიძლიათ გასინჯოთ, თუმცა მათ შორის თვითონ ერთ-ერთი არის ისკენდერ კებაბი, რომელიც მართლაც ძალიან გემრიელია. მე ამ შემთხვევაში ავირჩიე შერეული, ამათ არის ქათმის ხორცით, საქონლის ხორცით. ეს არის ერთგვარი კომბინაცია, სადაც ასევე შევხვდებით პიტასპურს, პომიდრის საუში და ასევე მოყვება ცხვრის რძისგან გაკეთებული კარაქი იოგურტთან ერთად. მოკლედ, უნდა დააგემონოთ, სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. თუ იმოგზაურებთ, აუცილებლად გასიჯეთ და მიხვდებით, რასაც გულისხმობთ.
თუმცა ბოლომდე რა თქმა უნდა ვერ მივხვდი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პორციებია. სადაც კი გავსინჯი, ამიტომ გავანებე თავი და შევხვდე ჩაი. ჩაი, რომელიც თავის მხრივ თურქული კულტურის ნაწილია. მისი დალევის კონკრეტული დრო არ არსებობს, ნებისმიერ დროს შეიძლება დაინახოთ თურქიის სავსესქება დილა, საღამო თუ შუადღე. ჩემ მეგობრებთან ერთად როდესაც ვარ ხოლმე თურქებს გულისხმობ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვიძლია მივთვან ჩვენგან განსხვავებით, იმიტომ რომ მაინც მე პირადად თან საღამოთი რომ მირჩენია. ასევე საინტერესოა თვითონ ფორმა ამ ჭიქის, რომელიც განსაკუთრებით მომწონს და მას თავისი ისტორიაც კი აქვს. ერთგვარად ის არის ტიტის მსგავსი ფორმის, ტიტა, რომელიც ჯერ კიდევ ოსმალურ პერიოდში ტიტა თურქულად ლალე ხდებოდა სრულყოფილებისა და სამოთხის სიმბოლოდ დედამიწაზე. არსებობს რამდენიმე ვერსია თუ საიდან არის ამ ჭიქის ფორმა, თუმცა ალბათ ყველაზე რეალური არის ის, რომ კარგად ერგება ხელში, სამთელის ცივდღეებში შეგვიძლია დაგვიტყოს ხელი და შემდგომ მთელი სხეული ამ ჩაის დალევისას. ძალიან მიყვარს თურქული ჩაი, რომელიც ასევე უნდა დააგემნოთ და იძულებულიც იქნებით ჭყალებში, რა თქმა უნდა, რომ თურქეთში მოგზაურობისას ჩაი მიირთვათ. წახემსებისა და გასეირნების შემდეგ გეც კვლავ სასტუმროსკენ ვიღებ. რამდენიმე საათში ბოსფორის სრუტის საკრუიზო ტური მაქვს ჩანიშნული. სასტუმროდე მისასვლელად ძველი მეტროთი ვიმგზავრებ, რომელიც მსოფლიოში მეორეა თავისი სიძველით. მეტრომ ფუნქციონირება 1874 წელს დაიწყო. დროთა განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. ამ სახით კი 1971 წლიდან ფუნქციონირებს. ამ მეტროს ტუნელის სახელით იცნობენ. ბოსფორის ტური ერთ-ერთი პოპულარული ტურია ტურისტებში. იმის მიუხედავად, რომ ძლიერ წვიმს, ტური უსაფრთხოა და ზღვაში გავალთ. შეხვედრის ადგილი კაბატაშის ნავსადგურია. შევიძინე ბოსფორის ტური, რომელიც მოიცავს როგორც უშუალოდ ბოსფორის სრუტეს, ისე სხვა ღირსშესანიშნაობებს. კრუიზის განმავლობაში ვნახავთ სხვადასხვა ადგილებს. სტამბოლში მოგზაურობისას არაერთ ტურისტულ კომპანიაში შეგიძლიათ დაჯავშნოთ მსგავსი ტური, თუმცა მე ონლაინ პლატფორმა ავირჩიე, ვინაიდან ხშირად ფასდაკლებები აქვს ხოლმე და ახლაც საწყისი ფასი იყო დაახლოებით 50 ლარი გამოდიოდა ლარებში რომ ვთქვათ და ფასდაკლებით გამოდიოდა უკვე ახლა 30 ლარი და უკვე იზრდებოდა დამოკიდებული იმაზე კვებით გინდათ, ულიმიტო სასმელით, ალკოჰოლით და ასე შემდეგ. თქვენზე დამოკიდებული როგორც აირჩევთ. როგორც აღნიშნე, ტური მოიცავს საკვებსაც და სასმელსაც. ჩემი შეძენილი ბილეთით რაც მეკუთვნოდა მოაქვთ კიდე მოიტანენ როგორც ვიცი და პლუს ამასთან ერთად იქნება გარკვეული შოუ, სადაც იქნება ცეკვები, სიმღერები და ყველაფერი ერთად ვნახოთ. კერძების დაგემოვნების შემდეგ დაიწყო ცეკვების წარმოდგენა. ჩემდა გასაკვირად, მალე ქართული ჰანგები მომესმა და მოცეკვავეებიც ქართული ჩოხის მაგვარ სამოში გამოწყობილები გამოჩნდნენ. კრუიზის მიმდინარეობისას დროდადრო გარეთ გამოვდივარ. ღამით განათებული ულამაზესი სტამბოლით რომ დავტკბე. სიცივის მიუხედავად, ზღვის სიოქრის და სასიამოვნო განწყობას მიქმნის. მალევე მივადექით ბოსფორის სრუტეს. ის თურქეთს ევროპულ და აზიურ ნაწილად. ბოსფორი მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ყელია, რომელიც მსოფლიო ნაოსნობისთვის გამოიყენება. ბოსფორის სრუტეზე სამი ძირითადი ხიდია და სამივე შთამბეჭდავი სანახავია. გემის გასართობ სივრცეში კვლავ ცეკვებია. ამ კრუიზში ნამდვილად ვერ მოიწყენთ.
უკვე კრუიზის ბოლოს უახლოვდებით, გავდივართ ბოლოში. ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე უკვე ბევრი ღირსშესანიშნაობა დავინახე ღამის განათებით. განსაკუთრებით მომეწონა შოუ, იმიტომ რომ არ ველოდი ქართულ ცეკვებს. 2 თუ 3 შესრულდა მთლიანობაში, მგონი ეგრე გამოვიდა პოპურის ვარიანტით, მაგრამ ძალიან ვიხალისე, ძალიან გავერთე. როგორც ვიცი, სულ ცოტა ხანს შევიქნებით ნაპირზე და იქიდან დავიძრებ უკვე სასტუმროსკენ. კიდევ გირჩევთ, თუ იმოგზაურებთ სტამბოლში, აიღოთ ეს ტური. საშუალოდ 3 საათია ტურის ხანგრძლივობა. და ვფიქრობ, საინტერესო თავგადასავლები გელოდებათ წინ თუ ამ ტურს აიღებთ. მთელი ღამის განმავლობაში ძლიერად წვიმდა, ხოლოდ დილით გამოიდარა. ამინდის პროგნოზს თუ დავუჯერებთ, რამდენიმე საათში ისევ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. გადავწყვიტე, დღეს ერთი გამორჩეული ადგილი მოვინახულო. იქ მისასვლელად ავტობუსით ვიმგზავრებ. ქალაქში გადასაადგილებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსი და ტრამვაი საკმაოდ მოსახერხებელია. თუ სტამბოლის სამგზავრო აპლიკაციას გადმოიწერთ, ერთი მგზავრობა 27 ლირა ეღირება, რაც დაახლოებით 2 ლარი და 10 თეთრია. ასევე შესაძლებელია ავტობუსში ასვლისას ბანკის ფიზიკური ბარათით გადახდაც. ამ შემთხვევაში საფასური 40 ლირაა, რაც 1 ლარით ძვირი, 3 ლარი და 10 თეთრი გამოდის. ახლა მოვედით დოლმაბახჩის სასახლეში, რომელიც ერთ-ერთი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ სტამბოლში მოგზაურობისას. დოლმაბახჩის სასახლე იყო სასულთნო რეზიდენცია 1853 წლიდან, მას შემდეგ რაც ადგილი შეიცვალა, მანამდე იყო თოფქაფის სასახლეში სასულთნო რეზიდენცია, ხოლო მას შემდეგ უკვე აქ გადმოვიდა. ეს სასახლე აგებულია 1852-53 წლებში და მაშინდელ სულთანს აბდულმეჯიდ პირველს სურდა, რომ შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სასახლის ნაცვლად, როგორც იყო თოფქაფი, აეშენებინათ ახალი სასახლე, რომელიც ბაროკოს სტილის იქნებოდა და რომელიც ასევე გაუწევდა კონკურენციას სხვა ევროპულ სამეფოებსა თუ ქვეყნებს. ეს სასახლე 1924 წლამდე ფუნქციონირებდა, სანამ სასულთნო გაუქმდებოდა, თუმცა ამ პერიოდში 20 წლიანი შუალედიც იყო, როდესაც აქ სასულთნო რეზიდენცია არ იყო, ეს იყო 1899-1909 წლებში. სასახლეში შემოსასვლელად პირველ რიგში უნდა გავიაროთ უსაფრთხოების ზონა, სადაც გამოწევენ მაქსიმალურად, ხოლო ამის შემდეგ კი შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი ადგილზევე. გადავიხადე 1500 ლირა, რაც დაახლოებით 120 ლარამდეა და უკვე დავიწყოთ ამ სასახლის დათვალიერებაც. თავდაპირველად სასახლე განმარტოებით იდგა, თუმცა მე-18 საუკუნიდან გარშემო ტერიტორია შეივსო და საიმპერატორო ბაღი გაშენდა. სახელიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. დოლმაბახჩე თურქულად შევსებულ ბაღს ნიშნავს. სასახლეში შესვლისთანავე გითხრეს, რომ ყველანაირი ფოტოსა და ვიდეოს გადაღება აკრძალული, ამიტომ მომიწია უბრალოდ დათვალიერება და ვერ გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. მაგრამ გეტყვით, რომ შიგნით არის სხვადასხვა დარბაზი, ეს იქნება მისაღები ოთახები, სტუმრისთვის განკუთვნილი შეხვედრებისთვის, ასევე არის საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოჩენილია ამ სასახლეში არსებული გამოყენებული ჭურჭელი, სხვადასხვა ნივთი, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო არის ბოლო მონაკვეთი, როდესაც შევდივართ ცერემონიების დარბაზში. კედლის მოხატულობაა ძალიან საინტერესო, ეკლესიის გუმბათს გავს ქვევიდან ესე რომ შეხედავ, ასევე გამოსარჩევია მსოფლიოში უძველესი ბოჰემიური ჭაღი, რომელიც 4 ნახევარ ტონას იწონის და Z750 ნატურაა, მართლაც ძალიან დიდი და ძალიან შთამბეჭდავია. მართალია შეგნით ვერ დაგათვალიერებინეთ ყველაფერი, მაგრამ გარეთვისები მაქსიმალურად შეგახედოთ თუ რა ხდება და როგორ გამოიყურება ეს მართლაც გამორჩეული სასახლე. შენობა გამოირჩევა მრავალფეროვანი სტილებით. როკოკოს, ბაროკოს და ნეოკლასიკური სტილები შერწყმულია ტრადიციულ ოსმალურთან, რაც კიდევ განსხვავებულ და თვითმყოფად ნაგებობად აქცევს მას. დოლმაბახჩეს სასახლე ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ჰარემი და პალასი.
ამ უკანასკნელში ძირითადად განლაგებულია მისაღები ოთახები, სადაც ტარდებოდა მნიშვნელოვანი შეხვედრები. ჰარემში კი განლაგებულია სულთნებისა და უფლისწულების ოთახები, ასევე ტრადიციული თურქული მარმარილოს აბანოები და სხვა. ამ სასახლეში სულ 6-მა სულთანმა იცხოვრა. ახალი რესპუბლიკის პერიოდში მუსტაფა ქემალ ათათურქი მას საზაფხულო საპრეზიდენტო რეზიდენციად იყენებდა. სწორედ აქ გაატარა მან თავისი უკანასკნელი დღეები. დავათვალიერე ეს სასახლე მაქსიმალურად დაახლოებით საათნახევარი დამჭირდა მეპირედად მე, მაგრამ თუ უფრო დეტალურად გინდა დათვალიერება, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ თქვენ. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ საინტერესო სასახლეა თუ გიზიდავთ მით უმეტეს ასეთი ადგილები, ნამდვილად უნდა ესტუმროთ მას. უბრალოდ სტამბოლში მოგზაურობისას ვფიქრობ, რომ სწორად უნდა გათვალოთ თქვენი ბიუჯეტი, ვინაიდან ღირსშესანიშნაობების ბილეთები არც თუ ისე იაფია და თუ 4, 5, 6 ადგილის ნახვა გინდათ, კარგად უნდა შეაფასოთ თქვენი ბიუჯეტი, ვინაიდან ერთი ადგილი საშუალოდ 120 ლარი როცა გამოდის, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, როცა მით უმეტეს ბიუჯეტურად თუ გვაქვს მოგზაურობა გათვლილი. საერთო ჯამში გვაყოფილი ვარ და ვნახოთ საიტავად ჩვენი თავგადასავლები. წვიმის გამო დღეისთვის მეტ ადგილს ვეღარ მოვინახულებ, მხოლოდ ღამით გავისეირნებ სტამბოლის ქუჩებში. რაც სასტუმროში მივედი, მას მერე ველოდები, როდის გადაიღებ წვიმა, რომ საღამოს სტამბოლი დამეთვალიერებინა, მაგრამ გადაღებას არ აპირებს, როგორც მივხვდი და მეც შესაბამისად გადავწყვიტე, რომ წვიმაშივე გამოსულიყავი. ახლა ვარ ტაქსიმზე, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული ადგილია, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრიც არის. სასტუმრო სწორედ ამ ქუჩაზე მაქვს აღებული. ცენტრში ყოფნას, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი მხარეები აქვს. კაფე, ბარი, სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, აბსოლუტურად ყველაფერი ახლოს მდებარეობს. სასტუმროს ფასები, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია სხვა უბნებთან შედარებით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ახლა სეზონი არ არის, დაბალ სეზონად ითვლება, ფასებიც უფრო დაბალია. ამას ემატება სხვადასხვა საიტებიდან ჩემი ფასდაკლებები, ვინაიდან როდესაც ბევრს მოგზაურობ და ბევრს ჯავშნის შესაბამისად, მაქვს ხოლმე ფასდაკლებები. ახლა სამ ვარსკვლავიან სასტუმროში ვარ და ჩემი სასტუმროს ერთი ღამის ფასი გამოვიდა დაახლოებით 80 ლარი, რაც ცენტრის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი ფასია. გამოვედი ქუჩაში, ხალხი საკმაოდ მრავლად არის წვიმის მიუხედავად და გავიდა ვნახავ რა არის გარშემო, რით შეიძლება გართობა. ამ როლ დასვენება და დამგველი დღის შემდეგ გამტვირთვა. წვიმის მიუხედავად ძალიან სასიამოვნოა ღამის სტამბოლში სეირნობა. მთელი ტაქსიმის ქუჩის გასწვრივ არაერთი კაფე, რესტორანი და ბრენდული მაღაზიებია. არც ხალხის რაოდენობაა ცოტა, რაც სიცოცხლეს ძენს წვიმიან ქალაქს. ტაქსიმის ბოლოში მოვაგენი ერთ ადგილს, რომლის მეშვეობითაც შემოვედი ერთ საინტერესო ადგილას, სადაც არის განლაგებული ძირითადად პაბები, ბარები, რესტორნები. ამ ბარებიდან ამოვარჩი ერთი ადგილი და შევუკეთე ბურგერი და ლუდი. ფასებს რომ გადავყიდე, მინდა გითხრათ, რომ სტამბოლში არსებული სხვა აქტივობებიდან განსხვავებით, საკმაოდ მისაღები ფასებია სხვა ევროპულ ქვეყნებს რომ შევადაროთ. ასევე პაბში არსებული ფასები თითქმის იგივეა, რაც ქუჩაში არსებული ფასები სხვადასხვა საკვებზე. გარმო შესანიშნავი იმდენად, რომ გარეთ დავჯექი, საკმაოდ ხილა. წვიმის მიუხედავად, ასევე ბევრი ადამიანი მოძრაობს გარშემო. შენერი ადგილია. სტამბოლში მოგზაურობისას განსაკუთრებით თუ ტაქსიმზე ხარ, გიჩვენებთ, რომ ამ ადგილას ესტუმროთ, მოხვიდეთ, გაერთოთ მეგობრებთან ერთად.
დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება, მაგრამ გრძელდება სტამბოლში მოგზაურობა. დაელოდეთ შემდეგ შაბათს.